სულ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა მსოფლიო ბანკის ანგარიში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება. 2014 წლის ანგარიშის მიხედვით გასულ წელს ჩვენი მთავრობის ეფექტიანობა, მუშაობა, ასევე კორუფციის დონე, გამჭვირვალობა ჩვენი მთავრობის, კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება, ეს გარემო შეფასდა უმაღლესად, ეს არის 18 წლის ყველაზე რეკორდული მაჩვენებელი, რომელიც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მთავრობას არასოდეს არ ქონია. რაც თავარი, ეს არის ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის კვლევა, მათი დასკვნა, როგორც არის მსოფლიო ბანკი. ეს არის პასუხი ყველა იმ სკეპტიკოსზე, ყველა იმ ოპონენტზე, რომლებიც აბსოლუტურად უსაფუძვლოდ გვაკრიტიკებდნენ ჩვენ 13 წლის განმავლობაში. ეს არის ჩვენი მუშაობის შედეგი, რომელიც ობიექტურად შეფასდა და ეს არის დამსახურებული ჩვენი მთავრობის კლიანობაში, რომელმაც ამ მეტად მნიშვნელოვან, ასე ვთქვათ, შედეგებს მიაღწია. ასე რომ მე კიდევ ერთხელ ვილოცავ ჩვენ მთავრობა ჩვენს ქვეყანას, ვინაიდან ეს არის კონკრეტული ძალიან მკაფიო მესეჯი მთელს მსოფლიოში. თუ როგორ ქვეყანას ვაშენებთ ჩვენ, თუ როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ ჩვენ. და რაც თავარია, სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ ინვესტორების თავდაჯერებულობა არის გაზრდილი, ასევე მინდა გითხრათ, რომ მსოფლიოში ჩვენს ქვეყანას აბსოლუტურად სხვანაირად უყურებენ. მათ ნახეს, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად განსხვავებული, პასუხისმგებლიანი მთავრობა. და ისინი ჩვენ ვიყურებენ როგორც სტაბილურ მთავრობას, სტაბილურ ხელისუფლებას, რომელიც არის პასუხისმგებლიანი, რომელიც არის გონივრული გადაწყვეტილებების მიღება. და არის სანდო პარტნიორი მთელს საერთაშორისო თანამეგობრობაში. ეს არის ყველაზე მთავარი, რომ ჩვენ ვქმნით სტაბილური განვითარების პირობებს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი მოსახლეობისთვის და ნებისმიერ სფეროში გვაქვს ჩვენ უზარმაზარი წინსვლა. თავარია ახლა ჩვენ გავაგრძელოთ რეფორმები, სტაბილური განვითარება არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და ჩვენ ამ გზას აუცილებლად ბოლომდე მივიღებთ.